მოსკოვი დაიწვება. ეს არის გაფრთხილება, რომელსაც უკრაინა თვეები აძლევს. პუტინმა ეს მოისმინა. მან სცადა არ მიექცია ყურადღება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ზელენსკიმ ორი მძიმე დარტყმა მიაყენა ზედიზედ, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასასრული ახლოვდება. რატო? უკრაინა შეიძლება ბენზინს მოიტანს, მაგრამ სწორედ პუტინის ხალხი დაანთებს ასანს. უკრაინას ახლა ისტორიული შანსი აქვს, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ომი, რადგან პუტინს ახლა ხან უთხრეს, რომ მისი უახლოესი წრის წევრები უკრაინასთან ერთად მშვიდობის სურვილში ერთიანდებიან. და თუ მშვიდობა არ დადგება, უკრაინის მეორე შოკის მონგრელი გზავნილი უზრუნველყოფს, რომ პუტინი ძალას დაემორჩილოს, თუ ზეწოლას არ დაემორჩილება. დავიწყებთ ახლო გარემოცვაზე საუბარს და სიტყვას ზელენსკის მივცემთ. 10 ივლისს ზელენსკიმ როგორც ყოველდღე საღამოს მიმართვა გააკეთა და ის გამოიყენა იმისთვის, რომ პუტინისთვის გზავნილი გადაეცა, რომელიც რუსეთის ლიდერის გულში დანის ჩარჯობას ჰგავს. რუსეთში საწოლის კრიზისი ღრმავდება, რაც სრულიად სამართლიანია პუტინის უარის საფასუხოდ, რომ დაასრულოს ეს ომი. ჩვენ შევთავაზეთ წინადადებები, თუ როგორ შეიძლება მშვიდობის მოახლოება, განაცხადა ზელენსკიმ. კარგი, აქამდე ყველაფერი სტანდარტულად იყო, მაგრამ შემდეგ ბომბი გასკდა. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა არა მხოლოდ პარტნიორებს შორის მთელ მსოფლიოში, არამედ პუტინის გარემოცვაშიც კი მშვიდობის საკითხში. ისინი აცნობიერებენ რა ხდება იქ და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, განაცხადა ზელენსკიმ. და სწორედ ასე, პარანოიდულმა პუტინმა გააცნობიერა, რომ მის გარემოცვაში მოღალატეები არიან. მისი საკუთარი უახლოესი წრის წევრები, რომლებიც არ იზიარებენ მის სიგიჟემდე მისულ ომის წყურვილს იმ ომის მიმართ, რომელმაც უკვე 1,42 მილიონზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია და ეს რიცხვი იზრდება. პანიკაში ჩავარდნილი პუტინი იფიქრებს, ვინ უღალატა მას. ეს მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანია. რამდენიმე. ყველა. ჩვენ მალე ვიმსჯელებთ ამაზე, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არც ერთ ლიდერს არ გაუკვირდება, თუ ის პუტინივით განზრახ უცოდინარი არ არის. ზელენსკი ახსენებს საწვავის კრიზისს, რომელიც რუსეთს აზანზარებს, და ეს კრიზისი უკრაინის მიერ სპეციალურად იქნა შექმნილი, რათა რუსეთის ხალხი საკუთარ ლიდერს დაუპირისპირდეს. უკრაინის შუამანძილზე მოქმედი დარტყმები ახლა უკვე რუსეთის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს ცდება. ქვეყნის მასშტაბით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, ხოლო უკრაინის ყველაზე გამორჩეული დარტყმა იყო 2500 კილომეტრზე მეტი მანძილის შეტევა სიბირის ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ობიექტი არასდროს იყო გათვლილი უკრაინის დარტყმის რადიუსში, ახლოსაც კი არ იყო. მაგრამ ეხლა როცა ასეა, ზელენსკის თქმით პუტინს ელიტის წარმომადგენლებიც კი ზვიგენებივით უტრიალებენ და როგორც ისინი, ისე ქუჩაში მყოფი რიგითი რუსებიც უკმაყოფილოებები არიან და ცვლილებას სურთ. ამ წუთებში CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის თითქმის ყველა 83 რეგიონი სხვადასხვა სიმძიმის საწვავის დეფიციტს განიცდის, ხოლო ბევრ ადგილას ბენზინგასამართ სადგურებთა რიგები კილომეტრებზეა გადაჭიმული. რუსეთში სასუწარკვეთა სუპერს. და ეს სასუწარკვეთა შეიძლება პუტინს აიძულოს თავად გადადგეს, სანამ გადააყენებენ. პირდაპირ მნიშვნელობით, ზელენსკი ერთადერთი არ არის, ვინც ამბობს, რომ პუტინს პრობლემები აქვს თავის გარემოცვასთან. 13 ივლისს მეტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ზაკნერი მსგავს რამეს ამბობს. ოლიგარქებს შორისაც კი სულ უფრო მეტი ადამიანი ეჭვობს პუტინის ომში. ბევრი ვინც 1 წლის წინ გამარჯვებაზე საუბრობდა, ახლა აღარ სჯერა ამის, განაცხადა ზაკნერმა. და როცა საუბარი პუტინზე ზეწოლის ზრდას შეეხო, ზაკნერმა თავი არ შეიკავა. ზუსტად ასევე შესაძლებელია ერთ დღეს ის თავის ოჯახთან ერთად ფანჯრიდან გადახდეს. ბოლოს და ბოლოს ასეთი რაღაცები რუსეთში ხდება. ესეთი რაღაცები მართლაც ხდება რუსეთში. ხოლო ეს ჩვეულებრივ პუტინის ბრძანებით ხდება და ამ ფანჯრებიდან უფრო ხშირად აგდებენ ბეებენ ვიდრე ხდებიან. ჩვენ ცოტა წარმოდგენას მაინც ვიქმნით იმ სასოწარკვეთილ განწყობაზე, რომელიც ზოგიერთი ადამიანის აზრით ეხლა პუტინს აქვს, როცა ის უყურებს როგორ არა მხოლოდ ჩერდება მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არამედ გადაიქცა ბრძოლად, რომელსაც უკრაინა იგებს. დრონები, რომლებიც მთელ რუსეთში დაფრინავენ, პუტინს მუდმივად ახსენებენ, რომ მან ვერ შეძლო თავისი ხალხის დაცვა, როგორც ყოველთვის ამტკიცებთ. ეს მაცხი მტკივნეულია. და თუნდაც ავტორიტარმა, როგორიც პუტინია, უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერსაც აქვს ზღვარი, რომელსაც მისი ხალხი და მისი გარემოცვა აიტანს, სანამ საბოლოოდ არ დაიღლებიან და უკრაინას არ შეუერთდებიან, იმისთვის რომ აიძულონ მშვიდობა, რომელიც პუტინს არ სურს. როგორც უკვე ვთქვით, უკრაინამ ბენზინი მოიტანა. ასანთი კი შეიძლება პუტინის საკუთარმა ხალხმა გაჰკრას. მაგრამ ზელენსკი პუტინის გარემოცვის წევრებს ახსენებს და ეს მხოლოდ აძლიერებს სპეკულაციებს იმის შესახებ, თუ ვინ არის პუტინთან ახლოს, ინთან ახლოს, მაგრამ უკრაინას უჭერს მხარს. შესაძლოა სწორედ ეს არის მიზანი. ბუნდოვანი მინიშნებაც კი, რომ ვიღაცა უკრაინას უჭერს მხარს, საკმარისია, რომ პარანოიდ პუტინს თავში ეჭვების მექანიზმი ამუშავდეს. და თითქმის გარდაუვალია, რომ რუსეთის ლიდერი ზურგს უკან იყურება, როცა ახსენდება, რომ სულ ახლახანს გადატრიალებებსა და ამბოხებზეც იყო საუბარი. მხოლოდ მაისში ვრცელდებოდა ხმები, რომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ახლა უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ თითქოს და გადატრიალების გეგმაში იყო ჩართული. შოიგუს აქვს мотивация.
წლების განმავლობაში პუტინის დაქვემდებარებაში მსახურების შემდეგ ის გადაყვანილი იქნა თავდაცვის მინისტრის მნიშვნელოვანი პოსტიდან, ისეთ პოზიციაზე, სადაც რეალური გავლენა თითქმის არ აქვს. ეს ჩვენთვის ასე ჩანს, თითქოს პუტინი სამხედრო წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს და შოიგუს შეიძლება ამის გამო გარკვეული ცხენა ჰქონდეს. შეიძლება ის იყოს შიდა წრის ის წევრი, რომელიც მშვიდობას მხოლოდ პუტინზე შურის საძიებლად მოითხოვს. არავინ იცის და ზელენსკი არაფერს ამბობს. ამ ჭორების გარდა პუტინს უკვე ძალიან რეალური აჯანყების მუქარაც აქვს ყოფილი რუსი ჯარისკაცისგან. ივნისის ბოლოს ალექსანდრ ლუნინმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის სამხედროებს ბრალი დასდო ჯარისკაცებისთვის უაზრო თვითმკვლელურ ბრძანებებში და განაცხადა, რომ ძალადობა არმიაში ძალიან გავრცელებული. ლუნინმა პუტინთან შეხვედრა მოითხოვა. მან დაიმუქრა, რომ აჯანყება მზადდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში გამოსვლის შემდეგ დააკავეს, ლუნინმა ასევე განაცხადა, რომ ის უბრალოდ გადასცემდა იმ მესიჯს, რომელიც რუსეთის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების მაღალი რანგის პირებს სურდათ, რომ პუტინს გაეგო. ნეტი ფარული მტერი, მეტი ჩუმად მოქმედი შიდა წრის წევრი, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ პუტინმა გაამკაცრა უსაფრთხოება თავის გარშემო, რადგან ეს ყველა ჭორი და აშკარა უკმაყოფილების გამოხატვა მიმდინარეობს. ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი აცხადებს, რომ კრემლი მარტის შემდეგ მაღალი მზადყოფნის რეჟიმშია გადაყვანილი გადატრიალების გამო. ისინი, ვინც უშუალოდ პუტინთან მუშაობენ, აღარ აქვთ უფლება გამოიყენონ მობილური ტელეფონები, ან ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ყველაფერი იმიტომ, რომ პუტინი შიშობს, რომ მათზე შეიძლება გავლენა მოახდინონ, ან გაასაჯაროონ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. პუტინის ყველა მცველის, მზარეულის და ფოტოგრაფის სახლში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რათა რუსეთის ლიდერმა ყოველთვის შეძლოს მათზე თვალის მიდევნება. პუტინი შეშინებულია, ეს აშკარად ჩანს. და ახლა ზელენსკი ამტკიცებს, რომ მას მხარს უჭერს შიდა წრე, რომელიც უკვე დაშლის ზვარზეა. პუტინის პარანოია მხოლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. მაგრამ კიდევ ერთი კითხვა არსებობს, რომელსაც თითქოს არავინ სვამს. ზელენსკი სიმართლეს ამბობს? შეიძლება ზელენსკიმ უბრალოდ გააკურით ახსენა პუტინის გარემოცვის სურვილი, რომ მას წინააღმდეგ წავიდნენ და უკრაინასთან მშვიდობაზე დაითანხმონ, რათა პუტინის პარანოია გამოიყენოს. უკრაინამ კარგად იცის რა ზომებს მიმართავს პუტინი საკუთარი თავის დასაცავად. რა თქმა უნდა, არსებობს უსაფრთხოების წარმოუდგენლად მაღალი დონე. ასევე გავრცელებულია ცნობები, რომ პუტინი თავის დროის უმეტეს ნაწილს მიწისქვეშა ბუნკერებში ატარებს და მხოლოდ მაშინ გამოდის, როცა საჯარო გამოჩენა სჭირდება. რა თქმა უნდა, თუ ვივარაუდებთ, რომ ამ გამოჩენებზე მხოლოდ მისი ორეულები არ ჩნდებიან. უკრაინის დრონების იერიშებს მიაწერენ მთავარ მიზეზად, რის გამოც პუტინი ახლა თავის ბუნკერებში ატარებს დროს. მაგრამ შეიძლება საქმე მხოლოდ ამაში არ იყოს. შესაძლოა პუტინი ფიქრობს, რომ ბუნკერებში ყოფნით შეძლებს ყველაფრის კონტროლს და თავის ახლო წრის მგლებს შორს დაიჭერს. Pravda ამატებს, რომ პუტინი ახლა უფრო მეტად ეშინია მკვლელობის მცდელობების, სავარაუდოდ დრონით, მაგრამ შესაძლოა გაბრაზებული ელიტის წევრის მხრიდანაც. ვინ არის დაღლილი 4,5 წლის უშედეგო ომით, რომელიც თითქოს მხოლოდ პუტინის მყიფე ეგოს დასაკმაყოფილებლად არსებობს. და ახლა ხელოვნური ინტელექტიც კი და ის საფრთხე, რომელსაც ის წარმოადგენს, პუტინის გონებას იპყრობს. ირანის ყოფილი უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მკვლელობა შესაძლებელი გახდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელმაც ირანის საგზაო კამერებით გადაღებული საათობით ვიდეოები გააანალიზა. ამ ანალიზმა აშშ-სა და ისრაელს აჩვენა, სად იმყოფებოდა ხამენეი, რის შემდეგაც ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები გამოიყენეს. ვლადიმირ პუტინი ახლა იმდენად შეშფოთებულია, რომ იგივე მასაც არ დაემართოს, რომ მაქსიმალურად ცდილობს დამალვას, იტყობინება ფრანს 24. ჩვენი აზრი ისაა, რომ ძლევამოსილი კაცი შიშითაა სავსე. მერე არის ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თავის ხალხთან ერთადაა, ხშირად წინა ხაზზე ან სხვა ქვეყნებში მიდის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ვლადიმირ პუტინის შიდა წრის ხსენება ძალიან ფრთხილად დათესილი თესლია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა იცის, რომ ფესვებს ღრმად გაადგამს იმ რუსი ლიდერის გონებაში, რომელიც ყველაფრის ეშინია მის გარშემო. შეიძლება საერთოდ არ არსებობს შიდა წრის აჯანყება. თუ ასეა, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება უბრალოდ ამზადებდეს ნიადაგს იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინი ომში წავიდეს საკუთარი ელიტების წინააღმდეგ. და თუ ეს მოხდება, ღალატის შესაძლებლობა მხოლოდ გაიზრდება. ეს რუსეთის ლიდერისთვის წაგების მდგომარეობაა. და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მართალია თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი, ეს პუტინის პარანოიაზე თამაშის ნამდვილი ოსტატობაა. შეშინებული ლიდერები აჩქარებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ისინი შეცდომებს უშვებენ. ზელენსკი შეიძლება სწორედ ამ ფაქტზე აკეთებდეს გათვლას, და თუ უკრაინის პრეზიდენტი მართლა სიმართლეს ამბობს, ეს პუტინისთვის კიდევ უფრო ცუდია. მას მშვიდობა არ უნდა. პუტინს უნდა, რომ მისმა ხალხმა მხარი დაუჭიროს ყველა გიჟურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის იღებს. იცოდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თითქოს უნდა ენდოს, მაგრამ ისინი ზურგს უკან უკრაინას ეუბნებიან, რომ მშვიდობა სურთ, პუტინისთვის დარტყმა, რომელსაც შეიძლება ვერ გაუძლოს. ზელენსკიმ აქ პუტინს პირდაპირ მესიჯი გაუგზავნა. გააფორმე მშვიდობა, თორემ შენი საკუთარი გარემოცვა ან დაგაზალებს ამას, ან გაგაგდებს. თუმცა უკრაინამაც იცის, რომ პუტინი ალბათ არ მოусმენს. ის ძალიან ჩაფლულია თავის აკვიატებაში.
ის იმდენადაა ჩაფრული საკუთარ ომში, რომ გრძნობს ვეღარ დაასრულებს მას. თორემ ზელენსკის თქმით, მოღალატეები, რომლებიც მის გარემოცვაში არიან, ჭრილიდან გამოვლენ. კარგი, ამბობს უკრაინა. თუ გარემოცვის შესახებ ეს სენსაციური ამბავი საკმარისი არ არის, იქნებ მეორე სენსაციურმა ამბავმა გააკეთოს თავისი საქმე. მაგრამ სანამ გამოავლენთ რა არის ეს სენსაციური ამბავი, ეს არის The Military Show, სადაც ჩვენ სათაურებს მიღმა ვიხედებით, რათა სრული ამბავი მოგაწოდოთ. თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. მის მეორე სკანდალურ განცხადებაში ზელენსკიმ პუტინს მომავლის მცირე სურათი აჩვენა. თუ პუტინი მშვიდობას არ დათანხმდება, უკრაინა მის უკვე რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. და ამას გააკეთებს იმით, რომ ოფიციალურად დააკანონებს ღრმა დარტყმების კამპანიას, რომელიც უკვე ანგრევს რუსეთს. ეს არ არის რაღაც ისეთი სიტუაცია, როცა ამბობენ, მომავალში იქნებ რამე მოვაწყოთ. დეკრეტს ხელი უკვე მოეწერა და ყველაფერი ოფიციალურია. უკრაინა ქმნის ახალ სარდლობას, შორეული დარტყმებისთვის, სახელწოდებით გლობალური შორეულრეული ზემოქმედების სარდლობა, ანუ LRGIC, რომელიც გაერთიანებს უკრაინის ყველა შორეული მოქმედების შესაძლებლობას. საბოლოო მიზანი არის რუსული სამხედრო ძალის შესაძლებლობების შემცირება იმ დონემდე, რომ ვეღარ შეძლოს ომის გაგრძელება, რომელიც პუტინმა დაიწყო. LRGIC ჯერ სრულად არ არის აქტიური. ზელენსკი ამბობს, რომ ორგანიზაციისთვის საჭიროა მეთაურის პოვნა და ფიქრდება, რომ ეს მეთაური იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უნარიანი ლიდერი, რომელიც უკრაინის სამხედრო ძალას ჰყავს. მაგრამ ის მალე მოვა. და ერთადერთი გზა, რომლითაც პუტინი შეძლებს აიცილოს ის, რასაც LRGIC-ს თავაზობს, არის საბოლოოდ მშვიდობის გამოცხადება. მაგრამ რას თავაზობს ზუსტად LRGIC? ზელენსკი ცოტას ხსნის. ამ სარდლობამ უნდა მოახდინოს არსებული რესურსების 100%-იანი კონცენტრაცია, რათა კიდევ უფრო შესამჩნევად შეამციროს რუსეთის საომარი პოტენციალი. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მეთაური ძლიერი და აუცილებლად მაქსიმალურად გამოცდილი იქნება. მართალია ეს ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა ეს მიანიშნებს, რომ უკრაინა აპირებს თავისი სხვადასხვა შორმანძილზე მოქმედი დანაყოფები გააერთიანოს ახალ სარდლობაში, დაახლოებით ისე, როგორც ფრონტის ხაზის დრონების დანაყოფები გააერთიანა, როდესაც უპილოტო სისტემების ძალები შექმნა. ამ ცენტრალიზაციის შედეგად ინფორმაციის გაზიარება უფრო მარტივი გახდება და რუსეთზე კოორდინირებული შორმანძილზე შეტევების დაგეგმვაც უფრო ადვილი იქნება. ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი ვარაუდია. ზელენსკი ბევრს არაფერს ამხელს და დაახლოებით ისე, როგორც პუტინის შიდაწრის შესახებ მის განცხადებებში, ესეც მიზანმიმართული ნაბიჯია, რათა კიდევ უფრო მეტი შიში ჩაუნერგოს რუს ლიდერს, რომელიც უკვე ნერვიულ მდგომარეობაშია. რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ LRGIC წარმოადგენს უკვე მოქმედი ღრმა დარტყმების კამპანიის ფორმალიზაციას, რომელიც რუსეთს უკვე პარალიზებას უკეთებს. 2026 წელს ვნახეთ, როგორ გაზარდა უკრაინამ დარტყმების რადიუსი, მასშტაბი და მიყენებული ზიანი რუსეთის უკანა ხაზებში, როგორც თავად რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველაფერი სამიზნეა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან და ნავთობის ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, სამხედრო ბაზებითა და საბრძოლო მასალის საწყობებით დამთავრებული. რუსეთის სამხედრო ძალებს ეს სჭირდებათ ფუნქციონირებისთვის. უკრაინა კი მას ურტყამს. და ეს დარტყმები უფრო ძლიერად და სწრაფად მოდის, ვიდრე ოდესმე. ევრომაიდენ პრესის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ღრმა დარტყმების რაოდენობა 1150%-ით გაზარდა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ეს დარტყმები, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 500-დან 2000 კილომეტრამდე მანძილზე, ზოგჯერ კი კიდევ უფრო ღრმად ხდება, 172 სამხედრო ან ენერგეტიკულ ობიექტს მოხვდა. უკანასკნელები განსაკუთრებით საზიანოა რუსეთისთვის. აშშ-ის მედია იუწყება, რომ რუსეთის ბენზინის წარმოება 65%-ით შემცირდა უკრაინის თავდასხმების გამო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ის საწვავის კრიზისი, რომელიც ადრე ვახსენეთ, სწორედ ამ გრძელდისტანციური კამპანიის შედეგად წარმოიშვა. ჩვენი აზრი ისაა, რომ უკრაინის ღრმა დარტყმების ტაქტიკა უკვე სასიკვდილოდ ეფექტური იყო. ეხლა კი ზელენსკის ახალი დეკრეტით ეს კიდევ უფრო სახიფათო გახდება. მარტივი, ეფექტური და სასტიკი ინდონეზე, რაც რუსეთს ჯერ არ უნახავს, ეს შორი მოქმედების კამპანია რუსეთს გამოუსწორებლად გაანადგურებს, თუ პუტინი ზელენსკის მშვიდობის მოწოდებას სერიოზულად არ მიიღებს. ღრმა დარტყმები უკრაინის სამხედრო ძალებში ინსტიტუციონალიზებული ხდება, სპეციალური ოპერაციული გამყოფილება იქმნება და ეს ძალიან ცუდი ამბავია პუტინისთვის. იცით კიდევ რა არის ცუდი ამბავი რუსეთის პრეზიდენტისთვის? თითქოს მეტი სჭირდებოდეს. როგორც ჩანს, აშშ-ს ჯერა, რომ უკრაინის ღრმა დარტყმების სტრატეგია მუშაობს. შეიძლება თქვენგან უფრო ცინიკურად განწყობილებმა იფიქროთ, რომ ზელენსკი პუტინის წინააღმდეგ მობრუნებულ შინაგან წრეზე საუბრისას ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს გულისხმობს. ამდენად შორს არ წავალთ, მაგრამ აღნიშნავთ, რომ აშშ-ს მიდგომაში უკრაინის ომის მიმართ შესამჩნევი ცვლილებაა და ახლა როცა აშკარაა, რომ პუტინი მშვიდობას არ დათანხმდება თუ არა იძულებენ, მთელი მხარდაჭერა უკრაინას მიემართება. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის შორმანძილზე მოქმედების სტრატეგიას აქებდა, როდესაც ზელენსკის ანკარაში ივლისის ნატოს სამიტზე შეხვდა. მან უკრაინის მიდგომას ესკალაცია უწოდა, მაგრამ ამ ესკალაციამ შეიძლება ომი დაასრულოს.
ტრამპმა ასევე გამოიყენა ეს სამიტი იმისთვის, რომ გამოიცხადებინა მზად იყო უკრაინისთვის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიცემაზე, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს თავად აწარმოოს ისინი და გაუმკლავდეს რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების შეტევებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ აშშ უკრაინას მოუწოდებს გააგრძელოს ის, რასაც აკეთებს შორმანძილზე მოქმედების მიმართულებით. და ამავდროულად ეხმარება უკრაინას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს რუსეთის შორმანძილზე სტრატეგიის გავლენის მინიმიზაციას. პუტინს აღარ იცის სად მიიმართოს. და ბოლოს, მისთვის კიდევ ერთი პატარა ნიშნის მოგებით, უკრაინამ კიდევ რაღაც გამოაცხადა. LRGIC-ის გარდა უკრაინა ასევე აპირებს გადახედოს და გადააწყოს თავისი არსებული შეტევითი ძალების ხელმძღვანელობასა და მართვას. როგორც ჩანს, ქვეყნის მერვე საჰაერო სადესანტო კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი დმიტრი ვოლოშინი შეირჩა ახალი რეაგირების ძალის ხელმძღვანელად, რომელიც ამ რესტრუქტურიზაციას უხელმძღვანელებს. ერთობლივი სწრაფი რეაგირების ძალების სახელით ცნობილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეს ახალი კომპონენტი არსებულ შეტევით დრონებისა და საარტილერიო დანაყოფებს ერთ ძალაში გააერთიანებს. შესაძლებელია სწრაფად განლაგდეს ფრონტის ხაზზე და აღჭურვილია ისეთი ტექნოლოგიებით, რომელთა შეთავაზებაც რუსეთს თავის ჯარისკაცებისთვის უბრალოდ არ შეუძლია. ეს არის სამხედრო რეფორმა ფრონტზე, რომელიც ავსებს იმას, რასაც უკრაინა რუსეთის ზურგში გეგმავს. და ეს ნიშნავს, რომ პუტინის შესუსტებული ძალები უკრაინის შიგნით კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს შეხვდებიან. რუსული სისუსტისადმი სწრაფი რეაგირება გამოიწვევს ტერიტორიების გათავისუფლებას და რუსული შეტევების შეჩერებას მანამდე, სანამ ისინი დაიწყება. რას ხედავთ ამ ყველაფრიდან? პუტინის შიდა წრე მშვიდობას ითხოვს, თუმცა არა ისე, რომ მათ ლიდერს ეს მოესმინოს და უკრაინა მზადაა იმუშაოს ამ ელიტებთან ერთად ამ მშვიდობის მისაღწევად. ზეწოლა იზრდება ახალი ჯგუფების ფორმირებით, რაც უკრაინის სიღრმისეული დარტყმისა და შეტევის დანაყოფებს უფრო ძლიერს ხდის ვიდრე ოდესმე. და თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი პუტინს უგზავნის სიგნალებს, რომ საკმარისია, უკრაინა იმარჯვებს. რუსეთს აღარ შეუძლია ამ მდგომარეობის შეცვლა. დაიხია ეხლა, თორემ პუტინისთვის დასასრული უფრო მალე დადგება ვიდრე მას ჰქონია. რაც შეეხება თავად პუტინს, ის პარანოია, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა მას როგორც ლიდერს, ახლა მისი ყველაზე დიდი მტერი გახდა. ყოფილი KGB-ს თანამშრომელი ისე იმანევრა, რომ ახლა არჩევანი ეწურება. რას გააკეთებს ახლა? გაამწვავებს სიტუაციას. გაავრცელოს ომი, რომელიც დაიწყო ევროპაში. პუტინმა შეიძლება ეს გააკეთოს სასოწარკვეთილო ბიოთილებაში, მაგრამ ამით მხოლოდ კიდევ უფრო გამოფიტულ რუსეთს აიძულებს ებრძოლოს ნატოს. იმ დროს, როცა აშშ, როგორც ჩანს, უკრაინის გვერდით დგას და ნატოს ევროპელი წევრები ბრძოლისთვის ემზადებიან. ეს კარგი იდეა არ არის. მაგრამ კიდევ რა დარჩა პუტინს? მისი ტრადიციული დაშინების ტაქტიკა აღარ მუშაობს. თუ რამეა, ეხლა უკრაინას აქვს უპირატესობა შიშის მხრივაც, ისევე როგორც ბრძოლის ველს. პუტინი ვერ აიძულებს მეტ ხალხს უკრაინის ომში ჩართვას მობილიზაციის გარეშე და უკვე შეუძლებელია პუტინმა დამალოს ის ფაქტი, რომ ომი, რომელიც მან დაიწყო, თავად რუს ხალხს დაატყდა თავს. ისინი ამ ტკივილს გრძნობენ ბენზინგასამართსადგურებზე და ყოველ ჯერზე, როცა ხედავენ კვამს, რომელიც კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ან ფაბრიკიდან ადის, რომელსაც უკრაინის დრონები ურტყამენ. პუტინს უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მას რეალურად მხოლოდ ორი არჩევანი დარჩა. დაეთანხმოს მშვიდობას უკრაინის ომში და შემდეგ სცადოს თავის გარემოცვასთან გამკლავება, რომელიც მასზე დაღლილია, ან გააგრძელოს ბრძოლა. იცის, რომ უკრაინა ძლიერდება, დარტყმები კი უფრო ღრმაა. და იმ გარემოცვის წევრებმა, რომლებიც ახლა მშვიდობას ითხოვენ, შეიძლება მალე გადაწყვიტონ, რომ ამის მიღწევის ერთადერთი გზა პუტინის მოცილება. როგორც დაიგე, ისე დაწვევი პუტინ. უკრაინა უბრალოდ გაიძულებს შედეგებს შეეგუო. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე ისეთი დიდი ადამიანური დანაკარგი გამოიწვია, რომ მხოლოდ ამანაც კი დიდი ზეწოლა მოახდინა პუტინზე. ეს დანაკარგი იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება გეკონოთ. ჩვენ მიერ ნახსენები 1.400.000 დანაკარგი მხოლოდ დასაწყისია. რაც პუტინმა რეალურად გააკეთა არის ის, რომ რუსეთში ისეთი მასშტაბური კრიზისი შექმნა, რომლის აღდგენასაც 10 წლეულები დასჭირდება. გსურთ მეტი გაიგოთ? მაშინ ნახეთ ჩვენი ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ დემოგრაფიულ კრიზისზე, რომელიც რუსეთს ემუქრება. მაგრამ სანამ ამას გააკეთეთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა ყოველდღიურად მიიღოთ ჩვენი ვიდეოები უკრაინის ომში მიმდინარე ბოლო მოვლენების შესახებ. და მადლობა, როგორც ყოველთვის გვიყურებთ.